1944 წლის 22 ივლისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბრეტონ-ვუდსში შეკრებილმა 44 სახელმწიფოს დელეგატმა თანამედროვე გლობალური ფინანსური არქიტექტურის საზირკველი ჩაყარა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შექმნის მთავარი მოტივაცია 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის კატასტროფული გამოცდილების გაზიარება იყო, როდესაც ქვეყნების მიერ ვალუტების კონკურენტულმა დევალვაციამ და პროტექციონისტულმა პოლიტიკამ საერთაშორისო ვაჭრობა გაანადგურა. ფონდის საწყისი მანდატი ბრეტონ-ვუდსის ფიქსირებული გაცვლითი კურსების სისტემის ზედამხედველობას ითვალისწინებდა, სადაც ვალუტები ამერიკულ დოლარზე, ხოლო დოლარი ოქროზე იყო მიბმული. ინსტიტუტი წევრ სახელმწიფოებს საგანასახდელო ბალანსის მოკლევადიანი დეფიციტის დასაფინანსებლად ფინანსურ რესურსებს თავაზობდა, რათა ეკონომიკური შოკების დროს მათ დესტრუქციული ეკონომიკური ზომებისთვის არ მიემართათ. ორგანიზაციის ისტორიაში გარდამტეხი ეტაპი 1971 წელს დადგა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა დოლარის ოქროზე გადაცვლა ცალმხრივად შეაჩერა. ეგრეთ წოდებული ნიქსონის შოკმა ფიქსირებული კურსების სისტემის კოლაფსი გამოიწვია, რამაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრული ტრანსფორმაციისთვის გაიმეტა და წინაშე დააყენა. თუმცა მცურავი სავალუტო კურსების ეპოქაში ფონდმა ძველი მანდატი დაკარგა და გლობალური ეკონომიკური მონიტორინგის მთავარ ორგანოდ და ეროვნული მთავრობებისთვის უკანასკნელი ინსტანციის კრედიტორად იქცა. ინსტიტუტმა გააფართოვა თავისი არეალი და ფოკუსირდა განვითარებადი ბაზრების მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, სტრუქტურულ რეფორმებსა და კრიზისების მართვაზე. დღეისათვის ფონდი 190 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს და მისი ფინანსური საშუალებები წევრების მიერ შეტანილი კვოტებით ფორმირდება, რაც თითოეული ქვეყნის გლობალურ ეკონომიკურ წონას ასახავს. გლობალურ ფინანსურ შოკებთან ბრძოლაში ფონდის ჩართულობამ არაერთხელ ითამაშა გადამწყვეტი როლი მსოფლიო ეკონომიკის გადარჩენაში. 1997 წლის აზიის ფინანსური კრიზისის დროს, როდესაც კაპიტალის მასობრივმა გადინებამ სამხრეთ კორეის, ტაილანდის და ინდონეზიის ეკონომიკები კოლაფსის პირას მიიყვანა, IMF-მა რეგიონში მრავალმილიარდიანი სამაშველო პაკეტები გამოყო, სანაცვლოდ მან რა თქმა უნდა მკაცრი მაკროეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზომები მოკლევადიან პერიოდში სოციალურად მტკივნეული აღმოჩნდა, მათ რეგიონის ფინანსური სექტორის გაჯანსაღება უზრუნველყვეს. ანალოგიურად 2010-იანი წლების ევროპის სუვერენული ვალის კრიზისის დროს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ევროკომისიასა და ევროპის ცენტრალურ ბანკთან ერთად გადამწყვეტი როლი შეასრულა საბერძნეთისა და სხვა პერიფერიული ევროპული ქვეყნების დეფოლტის თავიდან აცილებაში, რითაც მთლიანად ევროზონის დაშლის რისკები დაასვია. მიუხედავად კრიზისების ლოკალიზებაში შეტანილი ისტორიული წვლილისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოლიტიკა ბიზნესის და აკადემიური წრეების მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტია ხშირად ფინანსური დახმარების სანაცვლოდ წაყენებული პირობები, რომელიც ძირითადად საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, გადასახადების ზრდასა და პრივატიზაციას გულისხმობს, რიგ შემთხვევებში შიდა მოთხოვნას მკვეთრად ამცირებს და ეკონომიკური რეცესიის გაღრმავებას იწვევს. გარდა ამისა, ორგანიზაციის კორპორაციული მართვის სტრუქტურა კვლავ ასახავს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რეალობას, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში დასავლური სახელმწიფოები დომინირებენ. თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ხმის მიცემის უფლების გადასინჯვის აუცილებლობაზე, რათა ინსტიტუტში ადეკვატურად აისახოს განვითარებადი გლობალური ბაზრების გაზრდილი როლი და ეკონომიკური წონაც.